მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, ძვირფასო თბილისელებო, მოგესალმებით საქართველო. ჩვენ ყველას, თითოეულ ჩვენგანს, ხვალ გვეძლევა შესაძლებლობა, გვეძლევა შანსი ყველაფერი შევცვალოთ უკეთესობისკენ. ხვალ გვეძლევა ეს შესაძლებლობა და შანსი და არა 2 წელიწადში და 3 წელიწადში, ხვალ რამდენიმე საათში. თითოეულ ჩვენგანს, ყველას ერთად გვეძლევა შესაძლებლობა რომ შევცვალოთ ჩვენი ქალაქი, ჩვენი მშობლიური თბილისი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მშობლიური საქართველო უკეთესობისკენ. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა უნიკალური შესაძლებლობა და შანსი ასევე, რომელსაც განგება ძალიან იშვიათად იძლევა, საერთოდ თუ კი იძლევა ხოლმე, შეიძლება დაიბადო, იცხოვრო და ზეციურ საქართველოში ისე წახვიდო, რომ ეს შანსი არ მოგეცეს, მაგრამ ჩვენ მოგვეცა და რა არის ეს შანსი? ეს შანსი არის ისტორიის დაწერა ხვალ და ჩვენ დავწერთ ამ ისტორიას. იმიტომ რომ ვართ მართლები, როგორც არასოდეს ვართ მორალურად წელში გამართულები. და მე მაგრად ვჯერა, ალალად გეუბნებით, რომ ვერაფერი წინ ვერ დაგვიდგება, ვერანაირი უსამართლობა, ვერანაირი იარაღი ჩადება და ვარ ახლა გაბრაზებული, ამასაც არ დაგიმალავთ, იმიტომ რომ 1 საათის წინ ჩვენს მეგობარს ზუგდიდში მიმავალს თბილისიდან სენაკისა და აბაშის ზაგასაყარზე მანქანა გააჩერებიეს და ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს და უკვე დაახლოებით 1 საათი იმასაც კი ვერ ვიგებთ, სად არის ეს ადამიანი. ეს ის ადამიანია, რომელმაც პირველ ტურში საკუთარ სოფელში 500 ხმის სხვაობით მოიგო არჩევნები ოლიგარქის წინააღმდეგ. დიახაც, ეს არის უსამართლო ბრძოლა ქართული ოცნების მხრიდან, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ამ პროვოკაციებს. კარგად ერთხელ კიდევ თქვენის ნებართვით უნდა გავიაზროთ თითოეული ჩვენგანის, ყოველი ჩვენგანის როლი ხვალინდელი გამარჯვების მოპოვების პროცესში. ვისაუბრე ზემოთ თუ რა შანსი და შესაძლებლობა გვაქვს ისტორიული, მაგრამ ეს მხოლოდ გახდება მაშინ შესაძლებელი, თუ ყველა ვინც აქ ვართ, თუ ყველა ვინც ახლა ჩვენ გადაცემას უყურებს, ყველა ჩაერთვება გულით და სულით და თავს გადადებს ამ ქვეყნის სიყვარულისთვის. თქვენი სხვადასხვა უბნების მკვიდრი, თქვენი სხვადასხვა პროფესიის, თქვენი სხვადასხვა ასაკის, თქვენი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების ჩართულობა ამ ისტორიულ პროცესში არის გადამწყვეტი, რომ თქვენი და შესაბამისად ამ ჩვენი ქვეყნის ულამაზესი საქართველოს ბედი, ზბორბალი, წაღმა შემოვატრიალოთ. მე მაგრად ვჯერა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ხვალ გავიმარჯვებთ. ძალიან მაგრად ვჯერა და იცით რატომ ვჯერა ძალიან მაგრად? იმიტომ რომ ის რაც უკვე მოხდა, ის რაც ახლა ხდება, ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. როდესაც განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც ჰქონდა ერთმანეთს შორის დავა ძალიან ბევრ საკითხზე, აი ამ განსხვავებულმა მრავალფეროვანმა პოლიტიკურმა ძალებმა გადავდეთ ჩვენი უთანხმოებები და განსხვავებები სადღაც მარჯვნივ, სადღაც ხელმარცხნივ და თქვენს წინაშე წარვსდექით, როგორც ერთიანი, როგორც ფართო კოალიცია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელიც მზად არის აიღოს პასუხისგებლობა თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების პრობლემების გადაჭრაზე. ეს უკვე არის ისტორიული პროცესი. და ჩვენ ვართ ამ პროცესის თანამონაწილეები. დიახაც, მომავალი ამ ქვეყნის, ამ ქალაქის არის მრავალფეროვნებაში. ამაზე დავა უკვე აღარ შეიძლება. თან გინდოდეს დემოკრატიული ღირებულებები, თან გინდოდეს დემოკრატიული ფასეულობები, თან გინდოდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი გახდეს და თან ერთპარტიული მმართველობა გინდოდეს, ეს ორი ერთმანეთთან ვერ თანაცხოვდება. მრავალფეროვნება და მხოლოდ მრავალფეროვნება. ხვალინდელ დღეს აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა. ყველასთვის განურჩევლად ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერია, ამორჩეველია, ან სიტუაციურად ეხლა ამ კოალიციას მხარს დაუჭერს ხვალ, მაგრამ შემდგომში სხვა პოლიტიკურ პარტიებს დაუჭერს მხარს. ხვალინდელი დღე ასევე გამარჯვებისთანავე უნდა გახდეს დასაბამი, რომ ისტორიულ უსამართლობას ბოლო მოეღოს.
ისტორიულ უსამართლობას ხვალ ბოლო უნდა მოუღოს და ჩვენი აქტიურობით ყველაფერს თავი დავანებოთ. ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე უნდა ვიხსნათ. ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ხვალინდელი აქტიურობით. დიახაც, პირდაპირ ვიტყვი ენის მოჩლების გარეშე, იმიტომ რომ ეს ხდება, ამას არც მალავენ. ამ ნაბიჯებზე დგამენ. ჩვენ უნდა ვიხსნათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკვლელობის მცდელობისგან. აუცილებლად, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს. ხვალ გამარჯვებისთანავე უნდა დასრულდეს, ნამდვილად უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნისა და სამოქალაქო გახლეჩის. უნდა დასრულდეს ეს ეპოქა, უნდა დასრულდეს ხალხო და ხვალინდელი გამარჯვება. ამასაც მიეძღვნება, რომ აღარავინ აღარ იგრძნობს თავს დაუცველად და სადღაც რომელიღაცა შარაგზაზე შიში არ ექნება საქართველოს ერთ სალკე აღებულ მოქალაქესაც კი, იმიტომ რომ ის არის რომელიღაცა პოლიტიკური გაერთიანების ხარდაჭერი, შეიძლება გააჩერონ და იარაღი ჩაუდონ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ალალად გეტყვით. ვარ 51 წლის. მithქვავს და გავიმეორებ. მე არ მინდა იმ ქალაქში ცხოვრება, სადაც გავლენა და რეალური ძალაუფლება აქვს კანონიერ ქურდებს. არ მინდა უბრალოდ ჩემი შვილი და ჩვენი შვილები იზრდებოდნენ იმ ქალაქში, სადაც კანონიერი ქურდები ხელისუფლებასთან ჭიდრო კავშირში მყოფები ჩაგრავენ ჩვენ შვილებს. არ მინდა, ხომ აქვს ამის უფლება, რომ თქვა არ მინდა. შიდა პიროვნული კონფლიქტი მაქვს. უკვე მგონია, რომ დროში ვაგვიანებთ, იმიტომ რომ ჩემი შვილი არის 6 წლის და არ მინდა რომ გახდება 16 წლის კიდევ იმ პრობლემის წინაშე დავდგეთ, რა პრობლემის წინაშე, მაგალითად მე და ჩემი თაობის წარმომადგენლები ვიყავით. როდესაც ჩვენს გარშემო ხშირად იმისათვის რომ ადგილი დაგემკვიდრა ამ ქალაქში, თბილისში, ამ ადამიანებისთვის თვალი უნდა გაგესწორებია, მინიმუმ იმიტომ რომ საკუთარი თავი დაგეცვა. იყო ეს ასე თუ არა, გვახსოვს შენ ასეთი თბილისია, დღესაც ასეთი თბილისია. ესეც გვახსოვდეს, ძვირფასო მშობლებო. ხვალ ჩვენ მივდივართ, რა თქმა უნდა, ცვლილებებისთვის. დრო მოჭამა ერთპარტიულმა მმართველობამ. წლებმა დაადასტურა უკვე, რომრავაფეროვნებას არ აქვს ალტერნატივა. წლებმა და პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ერთპარტიულ მმართველობა ვერ მოაქვს სიკეთე. წლებმა დაგვიდასტურა, დაგვაწმუნა, ბევრჯერ თვალებში ჩაგვახედა და გვითხრა, რომ ერთპარტიულ მმართველობას არ ძალუց ზლიოს სიღარიბე. არ შეუძლია მორჩა და გათავდა. რამდენი წელიწადი უნდა გავიდეს კიდევ, რომ ერთპარტიულმა მმართველობამ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ერთპარტიულ მმართველობაში, დაგვიმტკიცოს, დიახაც, დაგვიმტკიცოს, დაგვიდასტუროს, რომ ნომერ პირველი საკითხი დღის წესრიგში, როცა ერთპარტიული მმართველობა არის, მათ რა აქვს ეს საკითხი დღის წესრიგში პირველ ნომრად, საკუთარი ძალაუფლების და ხელისუფლების შენარჩუნება და არა ჩვენი მაყურებლების, არა თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების პრობლემების გადაჭრა. მაშინ სად არის ის ნება, რომელმაც აი ესეთი განუკითხაობა უნდა დაასრულოს. იქ არის, სადაც ჩვენ ვართ, ძალიან ბევრნი ვართ, ხალხო, ჩემი თხოვნა არის, რომ ხვალ, როგორც არასოდეს, მოვიკრიბოთ უკანასკნელი ძალები. და კი ბატონო, უმძიმესი დღე იქნება ხვალ დილის 8 საათიდან. ეს ხელისუფლება მორალურად უკვე, რა თქმა უნდა, არის ჩემი აზრით დამარცხებული ძალიან მძიმედ, მაგრამ ამავე დროს მორალური მუხრუჭი მათ არ გააჩნიათ. მათ სურთ რომ ყველაფერი იკადრონ, მაგრამ თუ კი ჩვენ მაგრად ვიქნებით ხვალ დილის 8 საათიდან, ყველა უბნებში, ხვალ არჩევნებში მონაწილეობას იღებს საქართველოს 2 მილიონი მოქალაქე. ამ არჩევნებს დააკვირდება და იბრძოლებენ თითოეული ხმისთვის ოპოზიციის რიგებიდან 5,000 დამკვირვებელი კომისიის წევრი და წარმომადგენელი და მინდა განსაკუთრებით თქვენ დიდი მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ ვიცი ხვალ რაც გელოდებათ იმ 12 საათის განმავლობაში. ეს იქნება ბრძოლა. მე მინდა იმ ქვეყანაში თქვენთან ერთად ვიცხოვრო, შემოკარგებო, როდესაც საკითხი შეეხება არჩევნებზე წასვლას, არ წასვლას და როდესაც გადავწყვეტ, რომ არჩევნებზე მივდივართ, არჩევნებზე წასვლა გულისხმობდეს ხმის მიცემას და არ გულისხმობდეს იქვე ხმის დაცვას. სიველურია ხალხო, ჩვენ რაც გვიწევს, რისიკეთებას გვიწევს. ხელისუფლებამ უკვე ღიად გვითხრა, რომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ.
მხოლოდ მტრობას ვაფქვევ და მხოლოდ ზიზღს ვაფქვევ. მხოლოდ ის შემიძლია, რომ ძალდატანებით გამოვიყვანო ათასობით საჯარო მოხელე თანამშრომელი მათინების წინააღმდეგ დედაქალაქის მთავარ მოედანზე. თანაც ისე, რომ ფულიც კი დამამცირებლად შევთავაზო. იგივე 1000-მდე და უფრო მეტ საქართველოს მოქალაქეს ხელისუფლება მომავალზე არ ესაუბრება. ხელისუფლება არ უსახავს მომავალ კეთილ მიზნებს, არც იმედს. ერთადერთი რასაც აკეთებს, არის ძალადობა, ხალხო და დიდი გამარჯვება თქვოთ ჩემო მშობლებო, ჩემო თანატოლებო და უცხო თაობის წარმომადგენლებო. დიდი გამარჯვება დიდი ძალისხმევის გარეშე არ მოდის და ხვალ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ მზად ვართ გამარჯვებისთვის და არ დავიხევთ უკან. ჩვენ ვიქნებით შვიდად მტკიცეთ, მაგრამ უსამართლობას თვალს არ გავუსწორებთ. ხელისუფლება არ ელაპარაკება საზოგადოებას. მაგრამ ჩვენ უნდა ავირჩიოთ ეს კოალიციური მმართველობა დედაქალაქში და ეს გვინდა ჩვენ. არ გვინდა რომ ჩვენ უბრალოდ ხელისუფლებაში მოვიდეთ დედაქალაქის მმართველობაში და გავმართოთ კაბინეტური ომები. ჩვენ არ გვინდა ვიწრო პარტიული ქიშპობით მოვიდეთ. ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება ერთმანეთთან. არა, ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა არის შემდეგი. ჩვენ გვინდა რომ ძალიან მალე შრომას დავეწაფოთ. ჩვენ გვინდა რომ საქმით დავამტკიცოთ, რომ ძალიან მალე ეროვნულ დონეზეც ხელისუფლებას უნდა მართავდეს კოალიციური მმართველობა, მას შემდეგ რაც თბილისში გაიმარჯვებს კოალიციური მმართველობა. აი ეს კი ნამდვილად გვინდა. რაც არ უნდა ილაპარაკონ ქართული ოცნების წარმომადგენლება, იმ ადამიანებმა, ვინც ნარკოტიკებს იარაღებს, რას არ უდებენ ჩვენ მხარდაჭერებს, ხახლო. შეიძლება მართლა ჭკუიდან გადახვიდე ადამიანი, როდესაც ხედავ, რომ მხოლოდ იმიტომ იჯდება შენი პატიოსანი მოქალაქე თანამებრძოლი, რომ გაბედა და არჩევნებში ჩაერთო. ჩვენ დიახაც, რაც არ უნდა გვითხრან, ჩვენ მაინც აუცილებლად, რაც არ უნდა მომაძახონ, იცით, რა დედაქალაქის მერიის საქმეა ხანდაზმულებზე ზრუნვა, როდესაც საკითხი პენსიას ეხება. ძალიან ბევრ ქართულ სუფრაზე, ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია ხანდაზმული ადამიანების შესახებ კეთილი სიტყვები, მაგრამ ამ ადამიანებს ახლა სჭირდება და ზრუნვა და დიახაც. ჩვენ ყოველთვიურად 100 ლარიან დანამატს დაუნიშნავთ თბილისის ყველა პენსიონერს, რომ მათ ელემენტარულად ჰქონდეთ არსებობის შესაძლებლობა, რაც არ უნდა გვითხრან მათ. რაც არ უნდა მათ გვითხრან, რომ რა მერის, რა დედაქალაქის მთავრობის საქმე არის ბავშვებზე სკოლებში ზრუნვა, ეს ხო თქვენ არა, ეს ხო თქვენ არ გეხებათ. ჩვენი საქმეა, სანამ თბილისში არსებობს 35% მშიერი მოწაფე სკოლის, თბილისში ძალიან ბევრ საჯარო სკოლაში დიახაც ჩვენი საქმეა და ჩვენ უზრუნველყოფთ მომდენო წლებში უფასო კვებით ყველა საჯარო სკოლაში მოწაფეებს. რაც არ უნდა გვითხრან, რა შუაში არის ახლა, რატომ უნდა ხარჯოთ ფული განათლებაში ახალგაზრდების, რატომ და გეტყვით, იმიტომ რომ თანამდვილებით ვიცი, თქვენც იცით ხომ რაც ხდება. დღევანდელი პრობლემები ჩვენი გადასაჭრელია, მაგრამ სულ ცოტა ხანში დღევანდელი სტუდენტები, რომლებიც ჯერ კიდევ სტუდენტურ სამყაროში იმყოფებიან, იქიდან გამოვლენ, ხვალ და ზეგ ამ პრობლემებს ისინი უნდა გაუმკლავდნენ, რომელიც ქვეყანაში იარსებებს. ამიტომ ახლავე უნდა ჩაიდოს ინვესტიცია ახალგაზრდებში და ჩვენ აუცილებლად ყოველწლიურად 100 თბილისელ საუკეთესო სტუდენტს ვასწავლით, დავაფინანსებთ სოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში. იქნება ეს კემბრიჯი, იქნება ეს ოქსფორდი, სორბონა, ჰარვარდი და სხვა. ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემო მაგრებო, ჩემო თბილისელებო, ჩემო ქართველებო, ვიცით, ღმერთმა დაგვიფაროს ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ვიცხოვროთ და ყველანი ვიყოთ ერთ ჭკუაზე. ყველას ჰქონდეს ერთი პოლიტიკური შეხედულება. არა, ეს ასე არ იქნება. ეს ასე უბრალოდ ვერ იქნება და არც კი გვინდა. მაგრამ იმასაც ხომ ხედავთ, რომ არსებობს ძალა, რომელსაც სულ სამარაჯამოთ უნდა ხელისუფლებაში ყოფნა და ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ. და ხვალ, აი წარმოვიდგინეთ, ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც დღის ბოლოს ჩვენ თამამად შეგვიძლია ერთმანეთს ვუთხრათ, რომ ჩვენ დავწერეთ ისტორია და სწრაფად შრიალით გადავფურცლოთ ისტორიის ეს გვერდი და მხოლოდ ვისაუბროთ მომავალზე, წინსვლაზე და განვითარებაზე. ეს შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. აი 2 მილიონ ადამიანს ვიწყალ არჩევნებზე მივდივართ.
იქნება ხვალდილიდან დესტაბილიზაციის ცდილობები ქართული ოცნების მხრიდან მაქსიმალურად უნდა ვიყოთ შვიდები. მაქსიმალურად უნდა ვაჯობოთ მორალურად ჩვენ ამ ადამიანებს. მაგრამ არა იმის ხარჯი რომ თვალი დავხუჭოთ საარჩევნო ურნასთან და მივცეთ შესაძლებლობა რომ ბიულეტენები გაგვიცურონ. არა ხახლო, არავინ არ შევეგუებით ამას. პირდაპირ მინდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა, პირდაპირ მინდა იცოდეს ბატონმა ღარიბაშვილმა. დიახაც ხვალ იწერება ისტორია და ამ ისტორიაზე დავწყეთ ჩვენ და ამ ქვეყანაში აღარ იქნება არასოდეს პოლიტიკური დევნა. ძალიან მნიშვნელოვანი რამე და კიდევ თქვა, არანაირი საქმე არ არის მუნიციპალიტეტის არავითარ შემთხვევაში ჩვენი გამარჯვებისთანავე დედაქალაქის მერიიდან და გამგეობებიდან ახალგაზრდა თბილისელებს ჩვენ კარის კაცებად და ყარაულებად არ გავიწმევთ არც გომელაურის კანცელარიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სადღაც ზედამხედველებად ციხეში. არ შეიძლება რომ ახალგაზრდებს უმახინჯდებოდეს ცხოვრება. მორჩა და გათავდა, ჩვენ ვართ მომხრეები, რა თქმა უნდა, თავდაცვის უნარიანობა გაძლიერდეს, ამაში მეტი და მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უნდა ჩაიცხას ის ფული, რომ მერე ჩვენ გვითვალთვალონ, არა თავდაცვის უნარიანობაში, მაგრამ ჩვენ არც ერთ ახალგაზრდას არ გავატანთ გომელაურ, ივანიშვილს, ღარიბაშვილს ყარაულებად სამინისტროებთან. მორჩა და გათავდა, ეს საკითხი შეიძლება გადაწყვეტილებასაც ჩაითვალოს. ამიტომ ძვირფასო ახალგაზრდებო, ყველანი ჩვენ მშობლებთან ერთად მივდივართ იქ, სადაც უნდა დაირწეს, უნდა აყვანი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი. დიდი მადლობა მეგობრებს, დიდი მადლობა თქვენ, რომ არსებობთ და მოდით რიცხოვნებით და სიმართლით ვარჯობოთ ხვალ და ვიამაყოთ, როდესაც ჩვენ მივუახლოვდებით ჩვენს 70-ს, ჩვენს 80 წელს და ბუხართან ნაცლის გაქექვის დრო მოვა და შვილიშვილები იქნებიან ჩვენს გარშემო, მოდით ვთქვათ, რომ და უთხრათ და შეგვეძლოს ამის თქვა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბერს ბავშვი, დიდი, მოზარდი, ყველა ავდექით და დემოკრატიული ტალღის სახით დავატკით ოლიგარქიულ რეჟიმს და დავამარცხეთ. დიდი მადლობა და წარმატებები. მადლობა. მადლობა. Ras dros dar šobila, asne nazim tva.